Შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და წევრებისგან შემდგარ დელეგაციას, რა თქმა უნდა, მიზანი არის დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს მოსხოს ჩირქი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო ოდერის სადამკვირვებლო მისია სწორედ 24 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ თქვენ მაშინ თავარი დასკვნა რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა 2024 წელს რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახება. და მნიშვნელოვანია ეს რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას კონსტრუქციული დიალოგისა და ამ მხრივ ჩვენ სრული მზადყოფნით. მნიშვნელოვანია რომ საბჭოთა უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირ საინფორმაციო ომი რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშონს რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღესასრიგი აქვს, რომელიც ცდილობს, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს, რომ გარეთ ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვფიქრობ, მათთვის, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ხო არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის რაღაცა ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა ნაცარი შეეყარა თვალს ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია. სიალნეში რასაც ჩვენ საუბრობდით, ყველაფერი ახდა. რომ ეს არის ისევ ის ხალხი, იგივე სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების სისტემა, ვინც საქართველოში შექმნა ტელევიზიების ტერორის და მიტაცების სისტემა, ვინც საქართველოში შექმნა სახელმწიფო რეკეტის სისტემა, აი ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე შედან და შეგვიძლია იმ თაობას, რომელსაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ეხლა ერთ მენიუში წარმოდგენილად არიან ყველა მცირე დიქტატორები მიხეილ სააკაშვილის დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით. ჩვენ სამწუხაროდ ბატონი პეტერისგან ხედავთ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და არ ვიცი რატომ აქვს მას ესეთი დამოკიდებულება გარკვეული ზიზღი ქართული ოცნების და მისი ამომრჩევის მიმართ. მე მინდა ბატონ პეტერს უთხრა რომ ქართულ ხალხს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას მის ამომრჩევას ნუხტის ზიზღის ობიექტად. სამწუხარო საკითხი მოვლენასთან საქმე, თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში ვფიქრობ ეს უკვე უიმედო შემთხვევა არის. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ ივნის, როდესაც ის წავა საქართველოდან და იმედი მაქვს რომ შემდეგი ადამიანი ვინც ჩამოვა ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა რომ 30 წლიანი ჭიდრო პარტნიორობა საქართველოს და გერმანიას შორის ამ ადამიანმა 3 წელიწადში დაანგრია.